კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მოდით ვნახოთ ორ ვარიანტზე. რა მოიჩქარის თქვენს ცხოვრებაში, რა ხდება, რა ენერგიებია უახლოეს პერიოდში, ხო? რას უნდა ელოდოთ, ასე ვთქვათ, გაზაფხულის პირზე. მოდით ამას ამ ერთ დასტაზე გავაკეთებ, უბრალოდ ორ ვარიანტზე. აქვე ვიტყვი, მეგობრებო, რომ საჯაროდ რომ არ თქვა, ეს არ შემიძლია, იმიტომ რომ ვისაც ჩემთან ქონია ურთიერთობა, ხო? ყველა მიცის ჩემი დამოკიდებულება ფინანსებთან მიმართებაში, რომ იმიტომ კი არა, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემი რესურსების ფასი არ ვიცი, ან ჩემი ძალების, ან ჩემი ენერგიების, ან ჩემი დროის. უბრალოდ ვთვლი, რომ ადამიანს როცა დახმარება ჭირდება და შენ შეგიძლია რომ რაღაც გააკეთო, არ უნდა დაიზარო და სამი ნაბიჯის გადადგმა თუ შეგიძლია, ერთი არ უნდა გადადგა. ამიტომ ვისაც ჩემთან პირადი კომუნიკაცია გქონია, ყველა მიცის, რომ ხშირ შემთხვევაში იმაზე მეტი გამიკეთებია, ვიდრე ვთქვათ, თავიდან ყოფილა ნათქვამი, ხო? ყოფილა ისეც, რომ ერთი ადამიანის წმენდის, ან ორი ადამიანის წმენდის ფასად სამის წმენდა გამიკეთებია და მე ხმა არ გამიღია, იმდენად მაგარი ადამიანი მდგარა მეორე მხარეს, რომ მე თვითონ გამჩენია სურვილი, რომ ამ ადამიანისთვის აბსოლუტურად ყველაფერი გამეკეთებინოს. მაგრამ აი საჯაროდ უბრალოდ სახელს არ ვამბობ, გიხდი ჩემო კარგო ადამიანო, მადლობას. ადამიანი, რომელმაც გადამიხადა სრული მომსახურების თანხა და ვხედავ მერიცხება დამატებითი თანხა, ვერ ვხვდები ეს საიდან ჩაირიცხა, ანგარიშიც აღებული მაქვს უკვე კედლიდან, იმიტომ რომ აზრი არ მქონდა ერთი და იგივე ადამიანები რაღაცა იმ მცირე სიმბოლურს რიცხავდნენ და 100,000 მადლობა ამ ადამიანებს, იმიტომ რომ ჩემთვის ის მცირე სიმბოლური ძალიან ბევრი იყო, ფსიქოლოგიურად და აი ანუ ძალის მისაცემად იმისთვის, რომ ეს საქმიანობა გავაგრძელო, ესე საჯაროდ, ხო? და ხარჯო აქვს ენერგია, აი, არ ვიცი, მილიონად დაუბრუნოს თითოეულ მათგანს, მაგრამ ეს არ იყო ესეთი პერმანენტული ხასიათი ამას არ ქონდა, ამიტომ ჩავთვალე ყველა დიდო იქ ანგარიში და ავიღე. ამიტომ დავფიქრდი, ხა ვის შეიძლება ეს მოკლედ გაეკეთებინა და ცოტა ხანში ვხედავ, რომ ადამიანი, რომლის სიტუაცია ჯერ არ დამისრულებია, ბოლოში არ გავსულვარ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავშივე ყველაფერი გაასწორა, მირიცხავს დამატებით თანხას და ეს იყო ჩემთვის იმხელა ჯერ მართლა ძალიან განვიცადა, იმიტომ რომ ვიცი იმ ადამიანის მდგომარეობა, რომ არ აქვს მას სიტუაცია ისე ახლა და ამ ეტაპზე, რომ ესე ზედმეტი თანხები იხადოს. არა აქვს. ამიტომ ვეხვეწები, რომ მე ისიც არ მინდა, ხო, თავიდანვე ესე ვუთხარი. მაგრამ აი როგორ არ უნდა აღვნიშნო, რომ დღევანდელ სამომხმარებლო ურთიერთობების სამყაროში, როცა ყველა ერთმანეთის გამოყენებაზეა გადასული, არსებობენ კიდევ 100 ადამიანები, რომ აი ასეთი ნაბიჯის გადადგმა შეუძლიათ. არ ვიცი, ღმერთმა იცის, როგორ ვცდილობ მე ამ ადამიანისთვის ყველაფერს და მე ვიცი, რომ ყველაფერი ძალიან კარგად ექნება ადამიანის ცხოვრებაში. ასე რომ, ჩემო კარგო ადამიანებო, მენდეთ თითოეული ჩვენი გადადგმული ნაბიჯი თუ გაცემული ნებისმიერი ტიპის ენერგია უკან ასმაგად ბრუნდება იმ სახით, რა სახითაც ჩვენ მას გავცემთ. აქვე მინდა ვთქვა, რომ ერთ-ერთმა გოგონამ მომწერა 2-3 დღის უკან, რომ იცითო, ძალიან მთხოვაო, მეგობარმაო, რომ მოდიო რაო, გაშლა გააკეთებინეო და არ მჯერაო მე ზოგადადო ტაროსიო და საერთოდ ამ სფეროსი არ მჯერაო და რა ვიციო, აი აზრი აქვსო, ისე მესიამოვნა ამ გოგოს დასმული კითხვა, რომ მე ვთქვარი არა, რაც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა იყოს, შენ თუ არ გაქვს შინაგანი განწყობა, შენ თუ არ გაქვს შინაგანი მოლოდინი, შენ თუ არ გაქვს ის მომენტი, რომ მე ექიმთან მივალ პირობითად ვიძახი, ხო და მიშველის, მაშინ აი აზრს ვერ ვხედავ. სხვათა შორის დაახლოებით 1-2 კვირის უკან მქონდა თუ 1 კვირის უკან შემთხვევა, რომ ეს ახალგაზრდა ულამაზესმა გოგონამ მომმართა და ნუ აი რომ დავიწყე გაშლა პირველივე არკანის ამოღებისას ვიგრძენი, რომ რაღაცა არ იყო ისე, როგორც უნდა ყოფილიყო. ვაგრძელებ გაშლას ეს გოგო საერთოდ არ არის აქ, არის აბსოლუტურად სხვაგან.
თან ეკრანზე ვუყურებ მის მზერას სად როგორ რანაირად აფიქსირებს და აბსოლუტურად სხვა სამყაროში და განზომილებაშია ვალსიხთის ასე ვთქვათ და მე ვუთხარი კიდეც რომ მე ამ თანხას რაც გადმომირიცხე სრულად დაგიბრუნებ იმიტომ რომ შენ ამისთვის მზად არ ხარ ექიმთან რომ მიდის ადამიანი და ეუბნება რომ מחველებს უყრდები ხველები ციცხე მაქვს და რა მჭირს მინიმუმ ფონენდოსკოპი უნდა დაადებინო ფილტვებზე ხო ბრონხებზე რომ მოისმინოს კრეპიტაცია არის, ხიხინი არის, სტვენა არის, აი რამე არის თუ არა ისეთი, ხო? და თუ ახლა ეს ორგანიზმამდე არ მიმიშვი რომ მე რაღაცა მოგისმინო, მაშინ კი ბატონო ხელის გულს დავხედავ, ფჭილში ჩავიხედავ და გეტყვი რაღაცას, რომელიც არ იქნება სწორი, ხო? ტარო არის ინსტრუმენტი, რომელიც გაგცემს პასუხს იმ შემთხვევაში, თუ შენს ენერგეტიკას და შენს მზაობას გახსნი და გამოხატავ, ხო? ამისთვის მზადყოფნას. ასე რომ ესეც გაითვალისწინეთ მეგობრებო, არასდროს არავისი ხათრით, არავისი სურვილით მსგავს საკითხზე ნაბიჯი არ გადადგათ. გამიგრძელდა სიტყვა ბოდიშს ვიხდი და მოდით ვნახოთ ახლა რა მოიჩქარის პირველი მეორე ვარიანტი. აბა, უახლოესი ერთი არკანით ვნახოთ ვინ ხართ. მეორე არკანით ვნახოთ პირად ცხოვრებაში რა მოიჩქარის და მესამე არკანით ვნახოთ ორი არ ამოყვადა, ამიტომ იყოს ორი ერთად. რა მოიჩქარის ფინანსებსა და სამსახურში. აბა, ვნახოთ ვინ ხართ? 10-იანი პენტაკლები, საკმაოდ სტაბილურობის მოყვარული ადამიანები, სხვათა შორის საკმაოდ მატერიალური პიროვნებებიც, რომლებიცაც მეორე ხარისხოვანი არასდროს არ არის კომფორტი, თანხა, სამსახური და სტაბილურობა. ადამიანები შესაძლოა ფინანსურ სფეროში მუშაობდეთ, საბანკო სფერო, ეკონომიკური სფერო, არ ვიცი, ხო რაღაცა ეგეთი. და ადამიანები შესაძლოა რაღაცა კუთხით ბმაში იყოთ რეგიონებთან, სოფლის მეურნეობასთან, ან უბრალოდ გქონდეთ რაღაცა საკუთარი ბიზნესი. რა მოიჩქარის თქვენს პირად ცხოვრებაში? რა მოიჩქარის და ეს რას უკავშირდება აბამანახე ეს ილუზიები? დაანგრეულ თქვენ რა მოიჩქარის მეგობრებო და ურთიერთობა რომელიც თქვენ გეგონათ და წარმოიდგენით რომ დამთავრდა და აქ აღარაფერი აღარ იქნება ამ ურთიერთობას კიდევ ერთი შანსი მიეცემა აუცილებლად უახლოეს პერიოდში აი სამსახურებრივ და აქ ძალიან მაგარი ამბები გაქვთ ამ დასტაში სხვათა შორის პირდაპირი გაშიფრა შეყვარებულების არკანს აქვს ზუსტად შეყვარებულების არკანის ანუ ურთიერთგაგების ბედნიერების ჰარმონიის ზრუნვის მნიშვნელობა რომელსაც ზემოდან მფარველობს გარკვეული ძალები, ხო, აქ ღრუბელია წარმოდგენილი, მაგრამ ღრუბლის თავზე მზია და ეს ღრუბელი სულაც არ აპირებს, რომ ელჭექი დაუშვას ამ ადამიანების თავზე პირიქით, ხო? ის მაქსიმალურად ასე ვთქვათ, მზის სხივებს ეფარება, რომ გაიფანტოს და დაიფაროს ამათი ურთიერთობა. პირდაპირ გაიდბუქშიც ასეა მითითებული, მე რასაც გეუბნებით და ენერგეტიკულადაც ასეა მეგობრებო, რაღაცა სტაბილურობა, რაღაცა გარკვეული წინსვლა გექნებათ, კი, აუცილებლად აქ უბრალოდ როგორი მომენტია იცით, არ ხარჯოთ ძალიან იმაზე მეტი, ვიდრე ანუ აი ხელფას სანამ აიღებთ, ვალებს ნუ დაახვედრებთ. სხვა შემთხვევაში ყველა სიტუაციაში გექნებათ წარმატება, არა. აქ ყველა ვარიანტში უბრალოდ ნუ ამოიჩემებთ რაღაცა გარკვეულ მომენტებს ნახეთ რომ აი მე და ნუ დახარჯავთ ასე ვთქვათ ზედაპირულ რაღაცეებში თანხებს თორე სხვა მხრივ მოდი აბა და ერთი არკანით მანახე რა იქნება ხო, რა იქნება და თუ არ დაუფიქრდებით გონებით და აი ამ ზედაპირულ რაღაცებზე შეიძლება ვიღაცა თამაშობდეთ კიდეც ან ვიღაცა თქვენიანი თამაშობდეს და მას უხდიდეთ თანხას, მაშინ აღმოჩნდება ისე რომ კარგ შედეგებს ვერ მიიღებთ, მაგრამ მოდი აბა ეხლა მითხარი კონკრეტულად ფულადი ენერგია მაინც დადებითისკენ იქნება თუ უარყოფითისკენ უახლოეს პერიოდში ამ გაზაფხულის პირს არა დადებითისკენ იქნება მეგობრებო ყველა შემთხვევაში კი აუცილებლად თასების დედოფალია უბრალოდ აი ეს მომენტები გაითვალისწინეთ რაც მე გითხარით პენტაკლების რაინდია და
ორი არკანი ამომყვა აქაც. აჰა, კვერთხების რაინდია და არა. აქ ყველა შემთხვევაში აი იმ რაღაცებს თუ გაითვალისწინებთ, თქვენ აქ პრობლემა არ გექნებათ არანაირი. მადლობა პირველ ვარიანტს, ახლა მეორე ვარიანტი ვნახოთ. რა ხდება მეორე ვარიანტთან აბა გვაჩვენე. მეორე ვარიანტთან მაჩვენე რა მოაქვს გაზაფხულის პირის ენერგიებს ჯერ ვინ ხართ, მერე რა მოაქვს პირად ცხოვრებაში და რა მოაქვს სამსახურებრივ და ფინანსურ ნაწილში. ვინ ხართ, რატო? ცოტა დეპრესიული ადამიანი, იოლად მანიპულირებენ თქვენით, გიყვართ მარტოობა და ემოციური ადამიანი ხართ და ამ თქვენი ემოციები ძალიან ხშირად სარგებლობენ და გაყენებენ არც თუ სასიამოვნო სიტუაციაში. ხშირად ამის გამო ტკივილი გაქვთ, ხშირად კარგავთ ადამიანებს, ხშირად ადაპტირდებით ახალ გარემოებებთან, შეიძლება ხშირად იცვლიდეთ სამსახურებსაც და აი გიჭირდეთ ემოციური ბალანსის დაცვა. აი ყველაზე მეტად ეს ენერგია მომდის მეგობრებო, რომ ძალიან ფიცხი და ისეთი ადამიანი შესაძლოა იყოთ. რას გპირდები ამ პირად ცხოვრებაში უახლოესი ენერგიები და რასაშინელი არკანია, როგორ არ მიყვარს ეს ხმლები და ხმლები, მაგრამ პრინციპში ამ ადასტაში ყველაზე კარგი მომენტი ის არის, რომ ეს ხმლები ამ გოგონას არ აქვს ორგანიზმში, ანუ მის გარშემოა ნახეთ და ასე ვთქვათ, მაინც ცისარტყელის ენერგია ახლავს ბზის წნულიდან გამოსული გარშემო, ხო? ყველაზე მთავარი ენერგეტიკული ადგილიდან და ის არის თვალებახვეული და ერთადერთი რაც ყველაზე დადებითი აქვს ამ არკანს არის ის, რომ შესაძლოა სულაც ილუზორული იყოს ეს ბარიერები და მას უბრალოდ ასე ეჩვენებოდეს, იმიტომ რომ რეალურად ვერ ხედავს და რა კი ვერ ხედავს, ყველგან გონია ბარიერი. ესეც ჩემი ინტერპრეტაცია არ არის, ესეც ამავე დასტის ავტორის მიერ მოწოდებული რეკომენდაციებია, თუმცა ენერგიაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ანალოგიური მოდის, იმიტომ რაღაცის შენარჩუნებას ეცდებით პირად ცხოვრებაში, რაღაცის კი არა, ვიღაცის პენტაკლების მეფის, რომელიც გინდათ რომ იყოს რეალურად იმპერატორი თქვენი, მაგრამ მაქსიმუმ რაც შეიძლება იყოს ეს კვერთხების მეფე, მგზნებარე, ცეცხლის, ვნების და ასე ვთქვათ, ძალიან ისეთი ზღვა ემოციების მომტანი, სხვა შემთხვევაში რამეს სტაბილურს თუ მოსთხოვთ, წავა. იმიტომ რომ ამას ყოველთვის აქვს წასასვლელი. ეს ისეთი ადამიანია, რომელიც ყოველთვის გზას იტოვებს უკან. აქ რაღაც სამკუთხედის ენერგია მომდის. და თუ ამ სამკუთხედში დარჩებით, არ გირჩევთ, მეგობრებო, იმიტომ რომ სულ გექნებათ თქვენი ბედნიერება მუდმივად იქნება სხვაზე დამოკიდებული და ადამიანი, რომლის ბედნიერებაც არის სხვაზე დამოკიდებული, ყოველთვის განწირულია. ერთადერთი ადამიანი, ვისზეც თქვენი ბედნიერება უნდა იყოს დამოკიდებული, ეს ხართ თქვენ. და თქვენ გინდათ ამასთან ოჯახი, თქვენ გინდათ ამასთან სერიოზული ურთიერთობა, მაგრამ არა. სამწუხაროდ აქ პირად ურთიერთობებში ბედნიერს და რაღაცა სასწაულს ვერაფერს ვერ გპირდებით, მეგობრებო, ვერ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თქვენ გინდათ აი ეს ურთიერთგაგება, გადაწყვეტილების მიღებას თხოვთ, მაგრამ ვერ იღებს ეს გადაწყვეტილებას. აი, ფინანსებში რა ხდება? ფინანსებში ჯვარი გწერიათ, ღმერთმა სიკეთე მოგცეთ, სამყაროს არკანით, აბსოლუტური სისავსი, აბსოლუტური წარმატება. მანახე აბა კიდე. მანახე. კი, იმპერატრიც არ ფინანსებში აბსოლუტური გამართლება გექნებათ. აქ ზედმეტი კითხვა მე მგონი აღარც უნდა დავსვა. კი, არა. აქ ყველა შემთხვევაში კი არა, შეიძლება საერთოდ ახალი საქმეც წამოიწყოთ. აქ ფინანსებში ძალიან იმაზე კარგად გექნებათ სიტუაცია, ვიდრე გონიათ, მაგრამ პირადი რაც გვაჩვენა აგერ არის, თქვენ უკეთესად იცით. მე ის დამჩენია, რომ წარმატება გისურვოთ ნებისმიერ სფეროსა და ნებისმიერ ფრონტზე. ღმერთმა სიკეთე მოგცეთ, ოღონდ ცოტა მეტი პატივი ეცით საკუთარ თავს, საკუთარ სიტუაციებს და ნაკლებად იფიქრეთ სხვების, ასე ვთქვათ, ცხოვრებაზე. აი,
მაინც მიჯნა მაქვს, ბოლო ავჭეხე მაინტერესებდა. ხო, თუ გინდათ რომ წარმატება და შესაძლებლობები და ასე ვთქვათ, აღმაფრენები გქონდეთ, მოერიდეთ ორ დუალურ ენერგიებს. ძალა არ ეძებოთ სხვაში, ძალა ეძებეთ საკუთარ თავში. იმიტომ რომ თქვენს გასაკეთებას უარსდროს ვერ გააკეთებს ვერავინ. დღეს მყავს გვერდით ქალი, შეიძლება ხვალ ეს ქალი წავიდეს ჩემგან და ანუ რა გამოდის, ამ ქალზეა ჩემი ცხოვრება დამოკიდებული? არა ხო? თუ მე ასე ვიღაცეების წასვლა-მოსვლაზე ვიყავი დამოკიდებული, მე შეიძლება საერთოდ ერთბედნიერ დღეს ნორმალურიც აღარ გადავრჩე, იმიტომ რომ ფსიქოლოგიამ ვეღარ გაუძლო, ფსიქიკამ ვეღარ გაუძლოს. ამიტომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც უნდა დაეყრდნოთ, ვისაც უნდა ენდოთ და ვიზეც გეგმები და მიზნები ააგოთ, ეს ხართ თქვენ. დანარჩენი სხვა ყველაფერი არის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ცვალებადი. დაგემშვიდობებით, ჩემო კარგო ადამიანებო, წარმატებებს გისურვებთ.